ქეთევან. რა არის? დღეს ძალიან მონდომებული ხარ. დღეს უნდა მოვიდეს ჩვენთან სტუმრად. იცი რა? მგონი არ იყო საჭირო ესე უცებ მოგეყვანა რა. მოიცა მანდა მაინც ბავშვი უნდა მოგიყოლოს გიტარაზე დაკვრა ასწავლე რომ მოგეწონოს. აუ რაღაცამ რჩება მოიცა გასაკეთებელი. ხომ ზესუმზი რა მოვხალე, ტურები გადავწმიდე მოიცა სამზარეულო კი არა. მოიცადე. გვინდა აი ეს ასე. ხო კარგი. ხო მთელი საღამო აქ უნდა დამისვა? არა, რომანტიკული ვახშამი გვაგჯერ და მე სასეირნოთ მიბრძანდებით. იცი რა ქენი? რა? კიბეებზე იარა ზემოთ ქვემოთ და თან აგვისფულს ააგროვებ. მომისმინე, გუში ვნახე ინტერნეტში და ჩინურ საიტზე ეწერა, ესე იგი, ქეთევან ნიშნავს თეთრ პრინცესას. თამარი რას ნიშნავს? თაუმარ ნიშნავს ჭურჭლის სახეხ ფხნილს. და რას გეუბნება, ჩინეთში არ მიყავ ხარ? რაო და ჩინეთში წაგიყვავნო და დიდ ჩინურ კედელსაც განახეფო. მე ჩინეთის კედელი ხო ნანახი და სადა მოხსენე და მამიდასთან 24 კაციან სერვისს ვალაგებ ჩინურ კედელში. თამარიცი, ესე მითხრა ჩემს ნათესავებსაც გაგაცნობო. მამამის თურმე 8 ძმა და 7 დაყავს. მერე რა? რა მერე რა? თამარ წარმოიდგინე ამდენი ნათესავი ყოველ კვირას ბილით პანაშვიდებზე. თამარ, მაინც არ მომწონს რა. თამარ წარმოიდგინე, თვითონ რომ რაღაც გვაჩუქოს, რამდენი რამე იქნება. რად გვინდა ქეთევან? აუ თამარ, როგორ თუ რა გვინდა, თამარ ოცნებას ავიხდენთ. ვაჟას დასაწყისში პატარა ჩინურ მაღაზიას გავხსნით. გამოიწერეთ ემიგრანტ TV. მოიწონეთ ვიდეო და გაუზიარეთ სხვასაც.